დრამა გასასწრებს? მიყვარს დრამა, კი. მეც მიყვარს დრამა. ამდენად მაგარი ტიპი იყო დავინჩი და ეს მონალიზა და რაღაც. შენი ერთ გეი იყო? ხო, ჭამენ შაურმას, ასასწლო ფაქტია, რომ აქ ჩვენ ისე ვიეფინგობ და ისინი დედაბლადა გამოვიწერე. გამჯაჭეთ whatever. გავიზარდე ისე რომ ვარ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი გასა. Sex and the City-ში რომელი ხარ? აბარავი, როგორი ტყუპური პასუხი იყო თათიან? და სატურნის დაბრუნების ამბავი. ეხა მომიყევი რა არის? თალის ფაისი გახსოვს? მახსოვს? ჩემი საყვარელი მულტფილმი. შენ რომელი იყავი? მე ჯერი ვიყავი. გამარჯობა, საღამომშვიდობის, თქვენ უყურებთ მერკურია რეტროგრადული პოდკასტს. მე ვარ თათია, ვარ 30 წლის, ვარ ვარშავაში. მე ვარ ნინი, 26 წლის. მეც ვარშავაში ვარ. და ვინც ახლა შემოგვიერთდით, ეს არის ყველაზე ქაოტური პოდკასტი ქართულ ბაზარზე, პირობას გაძლევთ. და ვინც გვიყურებთ, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი არის გაგრძელება წინა ეპიზოდისა. როგორ ვიზრდასრულოთ? How to adult, არ ვიცი, რაღაცა აღარ ყოლს ასილო მომენტი რა არის, იცი? რა, ანუ ესე კი დავარქვით, მაგრამ წინა ეპიზოდსაც რო ვუყურა, მე მგონი არავის არ ვასწავლით, უბრალოდ იეფინგი მიდის. კი. კი. იმიტომ რომ წინა ეპიზოდში მე მგონი ვთქვით, რომ იმ წერტილში არ ვართ არავინ დედამიწის ზურგზე, ის წერტილი, ის მისავა, ანუ რაღაცა, რასაც ველოდებით, რომ აი всё, ეხა უკვე დასრულებივართ, ეგ წერტილი არ არის და წინა ვიდეო იყო მაგის ძალიან მაგარი მტკიცებულება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ავით მე ჩემ თავზე იმ ვიდეოს რო ვუყურე, მეთქი რა გეტყობა ეს დასრულობის. არა, რაღაცნაირად ეს ხო არ არის ერთი რაც პოინტი და წერტილი, რომ აი მივახციე და შეზრო დასრული ვარ, ზუსტად მაგას არ ამბობ, შესაბამისად, რაღაცა მიმავალი პროცესი არის, გზა არის მიმავალი და შენ და ჩემ გამოცდილებას ვაზიარებთ. Just არაფერს ჭკუას არ გასწავლით, პროფესიონალები არაფერში არ ვართ საერთოდ. ნუ ხა ჭკუის სწავლება ძალიან მიყვარს, რაზეა საუბარი, ვიცი თემა, არ ვიცი, ნებისმიერ თემაზე მომართეთ, ვაფშე არ მაქვს პრობლემა ჭკუას გასწავლით. ძალიან ისეთი ჩემი ეგეც პერსონალიტის ნაწილია ალბათ მიყვარს. შესაბამისად, რჩევები, ვეცდებით რომ ნელ-ნელა რჩევები ჩემოგაპარათ, ან მე სულ მეშინია ხოლმე, ხო იცი? რაღაცნაირად უცბად. ხო, ნუ მე ვიღაც გამოიშვერს, შენ მითხარი ახლა ესე და პასუხის გავლობა შენი, მე ვარ ხოლმე ჩემ ფსიქოლოგთან ეგრე. უბრალოდ ვიყავი. მე ხაც მასე ვარ, შენი ბრალია, შენგან მეწყინა და რაღაცებს რომ შენზე ვარ გაბრაზებული, რა ხდება? კი. ანუ ეს ემოციები რო გქნათ, ხო, ანუ ვისი ბრალია, ჩემ ბრალი ხო არ იქნება. მაგრამ ესეც საინტერესო თემა და შეგვიძლია მე ცოტა მაუბრუნდეთ. კი. მოგლეთ რა შევაჯამოთ, დღესაც დასრულობაზე ვლაპარაკობთ და ეს თემა, ანუ ესე რაღაც უკანა ფონ თემად იქნება ხოლმე? კი, ჩემი აზრით ხშირად იქნება ეს თემა. აი ხო, ზუსტად უკანა ფონზე ADHD twin-ში რო უკან რაღაცა ყოველთვის მიმდინარეობს, აი ეგეთ ვარიანტში ყოველთვის იქნება. ჩემი twin-ი ეგრე მუშაობს. ჩემიც. ანუ რა მინდა ხოლმე დიაგნოზს არ ვისვავ, მაგრამ არ არის გამერცხლი. უბრალოდ თემა როგორია, იცი, ახლანდელ სწრაფ დროში და ანუ ამდენი ინფორმაციის შემოსვლის წყარო რო არსებობს თან რაღაც სინკში არა ერთდროულად, იქაც ყურადღება გინდა, იქაც, ასაკიც ეგეთი გვაქვს ორივეს, რომ ძალიან ბევრი რაღაც ხდება ცხოვრებაში, რაც უნდა გიგონოს, რომ რუტინულად ცხოვრობს, სისულელი არის, სულ რაღაც ყოველდღე ახალი რაღაცა, სულ მუდმივი დრამა არის, კი. და ახლა ზურდასრულები ვარ და ციეკში და აუ და რაღაცა საქმის გარჩევებში არ ხარ და კარგია ეგ რო არ ხარ. კი, ძალიან კაია რა სამობ, ანუ ძალიან რაზეა საუბარი, იმდენად სხვანაირად ვუდგები თუნდაც ამ დრამებს და თუნდაც ამ სახის ჩამოხოკვებს, რაც იდეაში რაღაც დონეზე ანუ მასაზრდოებს თუ რა, ანუ დრამა გასასწრებს? მიყვარს დრამა, კი. მეც მიყვარს დრამა. იმდენი ოღონდ ახლა სწორად გამიგეთ რა, სხვისი დრამა მირჩევნია. ეგ ყველა ეგრე არა, ანუ სხვის არა, რატო ახლა ბევრი არის თვით განადგურების პროცესში რო არიან self destructive. არა, მე არ ვიცი ეგეთი არავინ, შენ იცი ვინმე? არა. არც არა, მოვიგონე ახლა პროსტა უბრალოდ მოვიგონე. რესისულელესე მე. კატ. კაი, მოდი კვირა შევაჯამოთ, მომიყავი რა ხდებოდა ამ ბოლო ერთ კვირაში. ეს ბოლო ერთი კვირა ისეთი მკვდარი იყო, ხალხო, წარმოდგენა არ გაქვთ. ჩემმა მეგობარმა მარიამმა, რომელიც ჩამოსული იყო ცოტა ხნის წინ, გვაჩუქა ფაზლი 1000 წალიანი.
ეგ ბევრეთი ცოტა არ ვიცი, არასდროს არც მე არ ვიცი ხა პროფესიონალი ფაზლერებისთვის რამდენი არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ანუ ბევრია რა, ბევრია. რა ნახეტია სურათია თუ მონალიზა. ანუ კაი, ერთი წუთი მონალიზაზე ცალკე შემიძლია მე როცა გაგვიხარდება ვილაპარაკოთ რამდენად საოცარი ნამუშევარია და დავინჩი როგორი გენიოსი იყო და რაღაცები, მაგრამ ძმა დავინჩის კოდი გააქვს ნახე? სოჩერნე ძალიან მეყვარს თითიშები. და ანუ მაგაზე შეგვიძლია ცალკე ვიბაზროთ რამდენად მაგარი ტიპი იყო დავინჩი და ეს მონალიზა და რაღაც. შენი ერთ გეი იყო? ვაფშე და კი, შენ საიდან ანუ მიფიქრია მაგაზე? ანუ არა, ძალიან ბევრი ასპექტი არსებობს, სადაც აი რაღაცა გეი რადარი უცბად იქაქება. ძალიან. მე მგონია რომ იმდენად აინტერესებდა ადამიანის მთელი ყველა ასპექტი, ანატომი, ყველაფერი, მგონია რომ პანსექსუალი იქნებოდა. გეი არა, პანსექსუალი კი, იქნებოდა. აუცილებლად პანსექსუალი. აი ზუსტად მაგას, ანუ გეი რა ქვიარი საერთო ჯამში, ხო რა. 1000 ცალიანი მონალიზა, რომელიც თლათ ანუ მონალიზა არის პროსტა მთელი ჩემი ყავის მაგი და დივნის წინ რომელიც მიდგას დაკავებული აქვს მაგას აი ბოლო ერთი კვირა ავაწყობთ ნინი მე საჩილოა ფაბა ვერ იმიტომ რომ ეს რო ასაწყობია მოსვენებას არ მაძლევს უნდა ავაწყო უნდა მოვრჩე მაგრამ მეორე მომენტი მე მთელი ცხოვრება აი ეს დასრულობა რაში გამოიხატება მაგალითად თან იმ თემაზეც მთელი ცხოვრება მეგონა რომ ფაზლები მაგრამ ვიყვარდა მე სიწყება ფაზლებს გააჩნია იმენა ხელით ასე წყვეთ ფაზლები რაც არის აი სურათის ფაზლი ხო მეგონა რომ მიყვარდა ყოველთვის მეგონა რომ მიყვარდა აღმოჩნდა რომ არ მიყვარს მე ძალიან მიყვარს გამოცანები და ანუ არ ვიცოდი რომ მიყვარდა უბრალოდ რაღაც მომენტში წიგნებს რომ ვალაგებდი სახლში ჩემშობლიურ სახლში აღმოვაჩინა რომ რაღაცა მინიმუმ 12 თუ 15 გამოცანების წიგნი მაქვს რომელიც ანუ მთლიანად ანუ გიждდებოდა. მართლა? კი, და უცბად აღმოვაჩინა. მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ცოტა რაღაც ნერდულის მქონდა. სამგერდ ბორდ გეიმებს ვებიდა. ვერცმე. ბორდ გეიმის წესებს რომ იხსნე, ანუ ამ დროს გიყურებ თვალებში და თავს გიქნევ, მაგრამ ამ დროს ვიხსენებ გამოცანებს. რომელიც რაღაც 5 წლის რო ვიყავი, მაშინ მაქვს ნასწავლი, ანუ შანსი არა ყველა თუ გინდა რომ დამტანჯო ბორდ გეიმი უნდა მათამაშო ანუ ბევრზე არაფერზე ვიძახი მძულს თქო მაგრამ ბორდ გეიმები მძულს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დეითი ცხოვრებაში რაც ყოფილა ბორდ გეიმების ერთ-ერთ ანუ ფაბრიკის ტერიტორიაზე რო არის მან წამიყვანა ბრჭყალებში თავის მეგობრებთან ერთად ცხოვრებაში ასეთი შეწუხდი ხო ძალიან დაღლილი ვიყავი აი საშინელ ხასიათზე მივედი სახლში და ნუ მან მივხვდი რომ რაღაცა შანსის მიცემაც აღარ მინდა და მე ნუ იცი რა არის ხა არ ვჯაჯავ არავის იმიტომ რომ ამიცი ჩემ ქმარს უყვარს ჩემ ქმარსაც ძალიან უყვარს ანუ დასხდნენ და ითამაშავ ზუსტად დასხდნენ ითამაშავ ჩვენ წყალი დავლიოთ აი ხო ჭამენ შაურმას ანსასილო ფაქტია რომ აქ ჩვენ ისე ვიაფინგავ და ისინი დედაბლადა გამოვიწერე Anyway. კაი, შენ კი რა ხდებოდა მოყევი მთელი კვირა? ეხლა გაიგებთ როგორი პერსონა ვარ სინამდვილეში. დაახლოებით 3 ჩაწერა გქონდა ხო? 3 ეპიზოდი დაიდო. 3-ში ვილაპარაკობ რომ სამსახურიდან მოვდივარ. არ მოვდივარ სამსახურიდან. აუ, ეხლა ძალიან ისე ღიმილი ტყობი, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მომენტი იყო. ტახტზე ვიყავი, მივლინებული და გადაწყვეტილებას ეგრე ვიღებდი და თან ირგვლივ ყველას ვეჩხუბებოდი, რა რჩევა მომეცით თუ რაღაც ბლად. და ანუ ყველასგან პასუხი ის, რომ ნინი შენი პასუხისგებლობა შენი მისაღები გადაწყვეტილი, მაგრამ ეხლა რო ვიხსენებ როგორ იყავი წინა წელს უსაქმურად რო იყო გაგიჟდები თუ რაღაც ჯერ სიტყვა უსაქმურის და დავატირე მაგრამ აი ზუსტად არავის ცხოვრებაში ერთი წამი უსაქმურად არ დავტოვი ვარ იმ პერიოდშიც კი anyway რაღაც მომენტში მივხვდი რომ 19 წლის აღარ ვიყავი და აქაც გავიაზრე რომ ბავშვი ძალიან ისე ტერმინია ზორ დასრულობ და ჩემი გადაწყვეტილებით მყავს შეძენილი ოჯახი და სიტყვაზე ჩემი სამსახურიდან წამოსვლა თუ არ წამოსვლა პირდაპირ პროპორციულად მათზეც ახდენს გავლენას. ბევრი რო აღარ ვატრაკო, მივიღე გადაწყვეტილება რომ იქიდან გამომდინარე ოფერი მომცეს და რაღაცა ცოტა უკეთესი
ანაზღაურება და job title-ის შეცვლა და რაღაცები მოყვა. ანუ არაფერი ისეთი, მაგრამ მაინც დავთანხმდი რა, ანუ ეგომ უკან გადაიწია და წინ ძალიან რაციონალური თემა ჩემი აზრით ეგოც პატარათი გამოიკვება მანდ, იმიტომ რომ ის საქმე, რასაც ისედაც აკეთებდი, იმისი ტაითლი მოგცეს და ხრაზეა საუბარი ძალიან კარგად ხვდები, რომ ის 2 ლარი დამატებული არაფერი არ არის, მაგრამ ანუ ოდნავ რაღაცით მოგიმატეს, ხო? ძალიან ცუდი რაღაც გითხრა? აი სად იკვეთება ჩემი იმპოსტერის სინდრომი კი არა, უდიდესი ტრამვები, რაც მაქვს ცხოვრებაში დაგროვებული. ეგ გადაწყვეტილება რომ მივიღე, სანამ ვიღებდი პირველი შიში რა წამოვიდა, იცი, აი როგორც ემოცია ვაფშე. რომ ეხლა ამას რომ დავთანხმდები და რომ გამიზდიან ხელფას და რაღაც, რამე რომ შემეშალო ძალიან მალე უცბად არ გაანალიზა და რეალურად არ ვიმსახურებდი ამას და რაღაც ვიცი, ანუ ძალიან დებილობაა რა. ეგეთ ფიქრებზე ნინი მე თვითონ მიფიქრია, იმიტომ რომ ყოველთვის არ ვიცი რატომ არა, ყოველთვის მქონდა ის მომენტი, რომ მუდმივად იარსებებს ადამიანი, რომელიც ჩემზე უკეთესი იქნება გინდა პროფესიონალიზმში, გინდა რაღაცაში, გინდა რაღაცაში. ძალიან არ გაბრაზებს აქ, მაგას რო იაზრებ, მე აღარ მაბრაზებს, საქმეც მაგაშია. ანუ ყველაფერში უთესლესობა და ღმერთობა არ მინდა. აი, ჩემ ფსიქოლოგს ვანაბოდი და აი შენც გეტყვი რა. მეც მინდოდა, აი 18 წელს რო ვიყავი, მინდოდა რა ღმერთი ყოფილიყავი. კიდევ კაი კოკაინზე ხელმისაწვდომა ვარიყო და ფული არ მქონდა, მართლა. მაგრამ არა, მართლა არ ვიცი იყო თუ არა ხელმისაწვდო კოკაინი რა არის. მაგრამ როგორი რაღაც არის, იცი რომ იმაზე ვბრაზებ, რომ ერთი რაღაც მინდა რომ ერთი ავირჩიო, კარიერული იქნება, დედობა, შვილობა, მეგობრობა თუ რაღაც და იმ ერთში მაინც ვიყო ღმერთი, სანამ ცოცხალი ვარ, 1000%. აი, თელ დუნიაზე ჩემზე უკეთესი რომ არავინ არ არის მაგაში და ვერაფერი ვერ ვიპოვე ერთია რა, ანუ არც გამომდის დედანატირები საერთოდ. ოკეი, ეხლა ხარშავ ამ აზრს. შეიძლება შენც გქონდეს რაღაც ეგეთი მომენტი, შეიძლება არა, ანუ მე მართ უყურე ნუ გამჯაჯავთ ამაზე, მაგრამ გავიზარდე, ანუ კაი გამჯაჯეთ whatever. გავიზარდე ისე რომ ვარ ყველაზე ლამაზი და ყველაზე ჭკვიანი. აი, ანუ უყურე ბევრ რაღაცაში მართლა ადეკვატურად ნაკები ვიყავი რა, ანუ თუნდაც ის რომ აქვს ძალიან კაი სმენა, თუნდაც ის რომ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ვუკრავ რამდენიმეზე, თუნდაც ანუ ბევრი რაღაცა იქ ხატავი გძერწავი, ძალიან ნიჭიერი ხარ მრავალ მხრივ ვარ ნიჭიერი. აღარ მწვენია if თუ რაღაც. ხო, არა, თქვი, თათია ნიჭიერია. მეგობრებო, თათია ნიჭიერია ძალიან მრავალ მხრივ, ძალიან. ეხა ისო გავწედლები. ხო და ანუ ბევრ რაღაცაზე მართლა ვთვლი რომ დამსახურებულად მაქებდნენ. მაგრამ ამან მე მგონი აი ქებამაწყინაო რო არის ნათქვამი რა, ამან მე მგონი გამოიწვია ჩემში ის რომ ამაში ხო ისედაც კაი ვარ, ბოლომდე არ მიმყავს მაგალითად დავიკიდე რაღაცა. ეს ხო ისედაც გამომდის კაცო, ხა კიდე ამაზე ჩალიჩი მაგალითად მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ვუკრავ, მაგრამ ნოტების კითხვა არ ვიცი. სოლფეჯიო რა არის, არ ვიცი. ნუ კაი, ანუ ხვდები რას ვამბობ? ცოტ-ცოტას ვჯერდები, ოღონდ მე ვბრაზდები რომ რატო დავჯერდი ამ ცოტ-ცოტას, იმიტომ რომ ხო შემიძლია რომ ვიყო, რა ვიცი, ხატია ბუნიათაშვილი მაგალითად, ბუნიათაშვილი. რა მაგარი ხალია. აი ვინ მინდა გამოვიდა, ეგ და ანუ ქეთიმელოა უკვე ანუ რაღაცა ადრე ძალიან მომწონდა. ადრე ძალიან ჩანდა კიდევაც და იმიტომ. მაგრამ მუსიკალური გამოვნება მართლა შემეცვალა, მაგრამ აი Anyway. მეგობრებო, სანამ პატარა ბრეიქია, გამოვიწეროთ არხი. დაბალი engagement-ის მიუხედავად, გვაქვს დიდი мотиваცია, მაინც და мотиваცია არსად არ წასულა, ძალიან მოგწონს, მე მგონი რას ვაკეთოთ, ხო? კი, ძალიან ბედნიერი ვარ. და თან რაღაც რომ მოვიმკოთ და კიდევ უფრო მოგვეწონოს და განმოვითაროთ, იმიტომ რომ მარტო პოდკასტით რატო უნდა შემოვიფარგლოთ. მგონი არა პოტენციალი გვაქვს, რომ კონტენტის კარგად კეთება ვისწავლოთ და მოგცეთ და. მოკლედ, მე ვარ რეკომენდაციით მოსული, გავიგერო სამსახურში ვრჩები და ეგ იყო მთელი ჩემი კვირა და ჩემ inner demon-ებთან ბრძოლობა თუ ბრძოლავი თუ ნაბრძოლველი, კაი, მოკლედ. თათია, კითხვი თუ არ შენთან HBO სერიალი Girls ნაყურები ხარ? ნაყური არ ვარ. არა. ეხა მაქვს HBO ჩართული კაკრას. ბაი მე ძალიან კარგ დროს მოვედი. კი. ეს რეკომენდაცია არ არის მარტო გოგოებისთვის, იმის მიუხედავად რომ სერიალს ქვია Girls
და ერთი წამი თავიდან მინდა რა მოყვა. ხო. Girls გამოვიდა HBO სერიალი როგორც აღნიშნე, ლენა დანჰამი ან როგორც იკითხება მაგისი გვარი, მრავალგზის დაკენსელებული ქალბატონია. ვიცი ეკალი? გეცოდინება რა. თამაშობსადმე კიდე? უფრო მწერალი არის და რეჟისორია და რაღაცა, მაგრამ ბოლო პერიოდში Taylor Swift-ის ქვაჩი იყო, არ ვიცი მაგ თემაში. ერთ-ერთი დაქალი იყო, ოღონ აღარ არის. ოკეი. დრამები იყო და მოკლედ ბოლო 5 წელში ერთი 7 ჯერ დაკენსელდა, ძალიან ცუდ ამბებში. და ანუ ახლა რო გითხრა რომ მაგის გამო ვიკავებდი თავს და მაგით არ მინახავს ეს სერიალი ამდენ ხანს, მაგრამ მოგატყუებ რა, პროსტა აი რაღაცა ვერ მიმდიოდა გული. მე მივხვდი რატოც ვერ მიმდიოდა გული, რომ რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ ეს სერიალი იმდენად relatable არის ადამიანებისთვის, რომლებიც 20-იანი წლების შუაში და მერე არიან და იმდენად მახინჯია და თან რეალური და თან სევდიანიც, მაგრამ ძალიან სასაცილო და იმდენად ბევრი complicated დამიქსული ემოციები ერთმანეთთან, რომ მაგისთვის ბზაობა არ მქონდა არასდროს რა. ოკეი. ჩვენი წინა ეპიზოდი რო ჩავწეროთ, მაგ დღეს სახლში რო ბრუნდებოდი, ღამის 2 საათი იყო რა. ტაქსში ვზივარ და ვფიქრობ, რომ ამდენი ხანი ვიცი, რომ ეს სერიალი არსებობს. როგორც იცით, Sex and the City არის HBO-ს გაკეთებული. მაგათია? Yes. ოკეი. Sex and the City-ზე ამბობენ ხოლმე, რომ ძირითადად არის 30 წელს გადაცილებული ქალებისთვის. მე საერთოდ მგონია, რომ არც მაგისთვის არის და არც იქი და არც ანუ მოდი აქეთ. მაგ სერიალზე მართლა თუ გინდა ცალკე ჩავწეროთ. ერთს ვიტყვი ჩემთვის რა არის. ფილინგები მაქვს მე მაგ სერიალზე. გასართობად კარგია, მაგრამ ცხოვრებაში აი ეს relating-ის თემა, ანუ ჩემთვის ძალიან delusional არის ყველაფერი რა. და ანუ თუ გინდა ჩამქოლეთ, ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა. ძალიან. კი. მაგრამ აი ეს ტოქსიკურობა არაკლია girls-საც, მაგრამ განახებს ძალიან სხვანაირად. იქ თუ praising-ი არის ამ რაღაც ტოქსიკური დაქალობების ბიგი, არის ძალიან ბევრი რაღაც ის რა. აქ ყველაფერი ჩანს ისე როგორც არის. ანუ მესამე თვალი ტიპი რო უყურებ, ხედავ იმ სიმახინჯესაც, სილამაზესაც, იმ სიმახინჯეში სილამაზესაც, მოკლედ ანუ ერთი სერია არის დაახლოებით 25 წუთი რა. ოკეი, არ არის ბევრი ხო? 25 წუთის განმავლობაში ისეთ ამერიკულ თებზე ზიხარ ემოციების, იმდენ რაღაცას განიცდი და მე ზოგადად ძალიან მეშინია ემოციების განცდის რა, ძალიან მიჭერს. მოკლედ, მაგარი სავარჯიშო ვიპოვე ჩემი თავისთვის და ყველა ეპიზოდი მგონია, რომ ცალ-ცალკე ღირს განსახილველად. ოკეი. მოკლედ, თათიას აღმოჩნდა, რომ ნანახი არ აქვს. თათია იწყებს ყურებას. მოკლედ, სანახავია, შეგვიძლია მაგაზე არ მე ვიმსჯელოთ, არ ვიმსჯელოთ, მაგრამ აუდიტორიას მაყურებელს მიმართავ, რომ ხალხო ცადეთ. ჩვენ 60 რამდენი იყო? ბოლოს აღარ შემო 75 გამომწერს მიმართავთ უფრო მეტად. დანარჩენმა გამოგვიწეროთ. 80% ვინც გვიყურებს არ გაგვთ გამოწერილი და კიდე ერთხელ ნინო ამოვანათეთ, გამოიწერეთ არხი Instagram-ზე დაგვაფოლოთ, TikTok-ზე და კომენტარებში დაგვიწერეთ თუ გაგვთ girls-ი ნანახი. თუ გაგვთ ნანახი, რომელია თქვენი საყვარელი პერსონაჟი, ან ვისთან ასოცირებთ თავს უფრო მეტად, იმიტომ რომ Sex and the City-ზე რო არის მთავარი თემა, აი BuzzFeed-ის ტესტების არ იყოს. რა, შენ სამანტა ხარ თუ ქერი, თუ რაღაცა და აი მაგაზე რომ მიდის წეწვა. ამ სერიალში რომ ვინმე რომელიმე პერსონაჟზე გითხრას, რომ აი მაგას მაგონებო, მუშს აიღებ და სახეში ხევ. აი მართლა? და იმ ტესტის გაკეთებისაც შეგეშინდება, რომ აი რომელთან გაქვს უფრო მსგავსება. აი Sex and the City-ში რომელი ხარ? არ გაკეთებული ტესტები? 7 მილიონი ჯერ და ხან იმენა ხასიათის მიხედვით არის ხან რა ხარ. კი, ძალიან ხასიათის მიხედვით არის, მაგრამ ყოველთვის ორი ერთი და იგივე მომდის ხოლმე მე. მე მგონია რა ორი პოლარის მიქსი ვარ. სამანტას მიქსი ვარ, ჩემი ღიაობით და აი out of box თემებით და ნაკლები ჯაჯინგით და იორკი რო არის. ხო. არაცუგო გვარი იორკი რა ქვია. ჩავგრემანი ღმერთო. სახელებში ვარ კატასტროფა. ერთი წამი. სამანტა, სამანტა, მირანდა და შარლოტა. მე მგონია რომ აი მაგორი რადიკალის მიქსი ვარ. მე მირანდას და სამანტას მიგდებ და სულ ხან ერთს ხან მეორეს. სამანტა ბაზარი არ არის, მაგრამ აი მირანდასთან ვერც მე ვერ პოულობ, ჩემთან საერთოდ რო არ მოგატყუა. მირანდას მთელი თემა ის ხო არ არის, რომ just просто კარიერისტი ქალია რა, ანუ ძალიან ბევრი შეაქვს. ყველა ქალს, რასაც ვურჩევ, ერთ სერიალია, ყველა ქალს ვიძახი ნებისმიერ ასაკში
18-ის ზემოთ. ოკეი. ვიტყოდი არის Fleabag-ი. Fleabag-ი, ხო. იმ დღესაც მითხარი ეგ და ანუ მონაწყვეტები ნაწყვეტები ნანახი მაქვს, მაგრამ არა, ეს ბოლომდე საყურებელია და არა იმიტომ, რომ სიტყვაზე კარგი შავი ჰუმორია, იმიტომ, რომ sexy priest-ი არა, ანუ ძალიან დიდ relating-ს ხედავ სიტყვაზე ერთ-ერთი ეპიზოდი არის ახსარების ჩაბარების, რომ Fleabag-ი იძახის, რომ ყოველ დღე რომ დგები საწოლიდან ვიღაცა მინდა მითხრას რა ვჭამო, რა ჩავიცვა, რა გავაკეთო, საწავიდე, რა სამსახური მქონდეს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რა გადაწყვეტილებასაც ვიღებ, ყველაფერს იმდენად დიდ ქაოსამდე და ანუ იმდენად მივყავარ და იმდენად არასწორია, რომ მინდა რომ ეს პასუხისგებლობა ვიღაცამ წვრილმანი პასუხისგებლობები მაინც მომარიდოს ვიღაცამ, კი. ეგ ფრაზა რა გავიგონე, ეგ მონოლოგი უფრო სწორად ვიყავი ძალიან პატარა და თლიანად შეცვალა ჩემი, იმიტომ რომ მეგონა რომ მე მქონდა მარტო ეს გაფრენა. შესაბამისად Fleabag-ი როგორ? რომ მარტო მე მაქვს ეგ გაფრენები. არა, თათია. Anyway, ეს არის ჩემი რეკომენდაციები და ამით მოვჭი სერიალების რეკომენდაციას. მე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. Fleabag-ი ვისაც გიყვართ, კომენტარებში დავწერთ თათეს რა უყუროს აუცილებლად. მოკლედ, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ ბევრი ისეთ თემაზე, მაგრამ მაინც მგონია რომ ბოლოს ყველაფერი მაინც როგორ ვიზრდასრულოთ და ზრდასრულობას ეხება და ერთ-ერთი არის სატურნის დაბრუნებაც. ბოლო ჩვენი პოდკასტი არის წარმოდგენილი სახელწოდებით მერკურია რეტროგრადული. და არც ერთხელ პირველი ეპიზოდის მერე საერთოდ ასტროლოგია არ გვიხსენებია. იმიტომ რომ პირველი ეპიზოდში ვთქვით რომ ეს არ არის ასტროლოგიური. ხო, რაღაცა ხო შეიძლება რა, როგორი ტყუპური პასუხი იყო თათია? ესე გითხრა. ხო და ამ თემას აი რაღაც ეს დასრულობას 30 წლამდე თემატიკას გონია რომ ძალიან მოუხდებოდა სატურნის დაბრუნების ამბავი. ეხლა მომიყევი რა არის. იმიტომ რომ არ ვიცი. Disclaimer-ი არ ვარ პროფესიონალი ასტროლოგი, ვინმეს რამე კითხვა თუ გაქვთ ან თუ გონიათ რომ არასწორს გელაპარაკებით და გასწავლით, შეგიძლიათ My Luna Stories page-ი ნახოთ Instagram-ზე და TikTok-ზე და YouTube-ზე და იმას დაუსვათ კითხვები და იმას გამოაჭამოთ ტვინი. მე თავი დამან. უბრალოდ ინფორმაციას გიზიარებ, რომელიც მაქვს და My Luna Stories არ ვსწავლებია ჩემთვის. ის არის ვაფშე გარტყვაში არ ვარ ხარ აზე ყოფილი. ძალიან ოკეია. არა, ანუ არავინ არ რატომაც თვლიან, რა ეს ყველა მილენიალები და Gen Z გოგოები განსაკუთრებით, აი სექსისტურად გოგოები, აი გაგიჟებულები უნდა იყვნენ ასტროლოგიაზე და აი მაგით ცხოვრობდნენ და არ არის ხალხო აუცი, არ არის. ანუ ასტროლოგიას ჩემ განვლილ 30 წლის განვლილი 30 წლის განმავლობაში ორჯერ ქონა სერიოზული ბუმი. აი ორჯერ ქონა იყო მაგარი გაჰაიპებული. გეტყვი ხა როდის ერთი იყო 2013-14-15 წლები. აი, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემ წრეში და ჩემ გარშემო რასაც ხედავდი, მე მაგას მაშინ მithumetes TikTok-ი არ იყო, ვერ გავაირალდებოდა ვერაფერი მაგ დროს, ანუ Facebook-ი იყო. Facebook-ზე ჯგუფები და მთელი ამბავი. ეზოთერიკა და რაღაცეები რა. ერთი ეგ პერიოდი იყო და ერთი იყო 2020-ში. პანდემიის დროს. სხვა საქმე არ ქონდა და რატო როცა შეიძლება სვა კაი ვღადავ ფარა როცა შეიძლება ხვიძლი დაიშალო რა პრობლემაა მე და რეზიკო უკვე თამაშებს ვიგონებდით ხოლმე პანდემიის დროს რო აღარ ვიცოდით რის გამო დაგველია იმიტომ რომ გამოყრუებულები ვიყავით უკვე სახში კაი არაფერს არ გეტყვი მაგრამ იცი რისი თქმაც მინდა ისი ანუ ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი გამოსვლებით ეგ უბრალოდ მანიშნებელია დეპრესიის ან სხვადასხვა მენტალური. კი, კაცურაზეა. აი როგორც ეხლა მეთქი ხარ რაღაცა ისეთ მეტყვის რაზე ცხოვრებაში არ მიფიქრია და ანუ თათია მეთქი კიდე ერთი ახალი საფიქრალი გაქვს. ორჯერ იყო ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბუმი და ორივეჯერ მცდელობები იყო ჩემი სამეგობრო და რო ჩავეთრი ამ თემაში, მაგრამ იმდან ჩახლართული იყო რომ პროსტა მაგით ანუ განა არ მაინტერესებდა. ხო, განა არ მაინტერესებდა. ყოველთვის თუ რაღაცა ოკეი, იცი რა ტყუპები ვარ, აბა ტყუპებზე მომიყევი თუ რაღაცა იგივე. როგორები არიან ტყუპები? რაღაცა. როგორი პარტნიორია მერწყული, მაგრამ ცხოვრებაში მაგრა გაგიმართლა რომ ტყუპები შეხვდი მერწყულს და შეიყვარეთ ერთმანეთი. პარტნიორები.
ანუ კაი სტერეოტიპული compatibility-ის რა ენაზე ვლაპარაკობ, შეთავსებით თუ უყურებთ სტერეოტიპულად, აი ის მამაკაცი რა დაჭდება და ეხლა მერწყვილია, მაგრამ ხო ხვდებით რაზეც ვლაპარაკობ. ეგეთი სტერეოტიპული ამბით ძალიან მაგრამ ამბავშია. იგი არა აი მორიელი და თევზები ერთად. ყველა თევზი მამაკაცი მძულს დედამიწის ზურგზე. ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი გამოცდილებაა საერთოდ ყველა ასპექტში. მაგრამ როგორც გონიათ მორიელები და თევზები ერთად და აი მორიელები და კირჩხიბი იგივე არის ზუსტად ჯემინაი და ყუპები და მერწყულის ამბავი. ბევრი რო არ ვილაპარაკო ამ სატურნის დაბრუნებაზე ძალიან უცბად ვიტყვი. ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც პირველად სატურნი გვიბრუნდება. რას ნიშნავს ეს? მოკლედ სატურნი დაახლოებით 29.5 წელს უნდება, რომ სრული 1 წრე შემოარტყას მზეს. ოკეი. სრული 1 ბრუნ. შესაბამისად ცხოვრებაში ვინც რამდენ ხანსაც ცხოვრობთ, მაგრამ და არც ისე ხშირად გვიდგება სატურნის დაბრუნებები. ძირითადად ხდება ხოლმე სადღაც 27-დან 30 წლამდე, არ არის აპრიორი რა აუცილებლად 29 წლის რო დადგები მაშინ. ხა მე როდის დავიბადე იგი? და თემა ასეთია, რომ სატურნის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ სატურნი ბრუნდება იმ ნიშანში და იმ გრადუსზე, როდესაც ის იყო მაშინ ცის კალბადონზე, როდესაც შენ დაიბადა რა. ოკეი. რას ნიშნავს ეს? ხო. სატურნი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ძალიან მკაცრი მასწავლებელი, რომელსაც თან პატივს სცემდი და თან ძალიან გეშინოდა და აი ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილები, რაც კი თინეიჯერებისას გისწავლია სკოლაში, მაგ მასწავლებელმა გასწავლა, სადაც თვლის, რომ შენი სული სხვანაირად უნდა ვითარდებოდა სიტყვაზე ხარ სამსახურში, რომელიც არ გემსახურება, ხარ ისეთ პარტნიორთან, რომელიც არ გემსახურება, მსახურობა პირდაპირ არ გაიგონ. შენ სულს არ ყვებავს და არავითარებს. ხო. გიწყობს ჩელენჯებს, რომ ეს ჩელენჯები დაძლიო, გადაიტანო, განავითარო და თავიდან დაბადო რა. გამოვსწორდე, გამოსწორდე ძალიან ისეთი ნათქვამია, გამოასწორე შენი ცხოვრების ის ასპექტები, გამოსწორე შეიძლება ძალიან კაი იყოს, პრინცი ქმარი ყავდა სიტყვაზე ვიძახი და იდეალური შენთვის გონია რომ იყოს, მაგრამ დააჩელენჯოს ეგ ასპექტი, იმიტომ რომ შენი სულის კავშირს არ ეხმაურება. არ მინდა ხოლმე რომ ძალიან მართლა იმასავით ვილაპარაკო, ვცდილობ რომ თან საინტერესო. ვცდილობ რომ ამიხსნას და გამაგებინოს, იმიტომ რომ არ მესმის ეს საკითხი. სიტყვაზე შენ თუ ხარ პროფესიით ექიმი და შენ სულს ექიმობა არ ყვებავს და რეალურად ჭირდება რომ იყო IT დეველოპერი, რომ შენი ამ ცხოვრებაში რო ხარ მისია შევასრულო. კი ბატონო. მაგიტო გიჩელენჯებს ცხოვრების ამ ასპექტს, რომ შენ დაამუშავო, დაანგრიო თავიდან. აი ხა გაგაწყვეტე, მაშინ ჩემთან უკვე დაბრუნდა ეგ ეს. მეც გონია რომ უკვე დაბრუნდა. რომელი პლანეტაა? სატურნის დაბრუნება. ჩემთან დაბრუნდა. იმიტომ რომ შეიძლება იყოს დაშორება, განქორწინება, სხვადასხვა ქვეყანაში გადასვლა, ძალიან ბევრი რაღაცა შვილის დაბადება, აი ძალიან რადიკალური ცვლილებები. ამიტომ ახლა გვაქვს iPad-ი. თათია ხდება 31 წლის და გვინდა გავიგოთ მისი სატურნი უკვე დაბრუნდა თუ არა, თუ რა ფაზაშია. 12 ივნისი, ამას თუნდა ამოვჭრე, მაგრამ პროსტო მე რო ვიცოდა. არა, მომილოცეთ. მე უნდა ჩაგიწერე ცალკე გადაცემა, ვლოგი უნდა ჩაგიწერე, მოლოცვის. ერთი წამი რა იყო? ჯერ გასავლელი მაგწი არა მომკლავფარო. ის არა 20 მარტს ჩაპიკდა 2024 წელს, 1 წლის წინ ზუსტად. რა საინტერესოა, არ მახსოვს. მე მახსოვს. ცოტათი მეც, ხო? ძალიან დანდრეული მქონდა? კარგად არ იყავ ახლა რო არ მოგეთქვა. არა, კარგად მართლა არ ვიყავ. მაგრამ ზუსტად ეგ თემა იყო, რომ მაგ პერიოდში შენი დამოკიდებულება აქ ცხოვრებისადმი იცვლებოდა რა. კი. აი ხა მე გამბურძგვა. ეხა მარტო ყველა კიდურზე გამბურძგლები ვიგზენი. მე რა კაი, მორჩა და შემდეგი 30 წელი თავისუფალი ვარ. ეხლა არის, აი პროსტო უკვე რაც ნასწავლი გაკვეთილები გაქვს, ეგ გადაყავს უკვე ახალ ლეველზე. როდის დაიწყო იქ შეიძლება ნახო?
იმიტომ რომ მე ჩემი 22-ში რა, უნდა ეგრე უნდა გათხოვო. კი, ეგ არის ჩემი გათხოვა ისედაც. გილოცავ თათია, შენ სატურნის გაკვეთილი ისწავლე და აწი შეგიძლია ცხოვრება წყალ. კი, შემდეგი 29 წელი თავისუფალი ვარ. კი, მე გიდგება 2053 წელს. 53 არ არის ცუდი რიცხვი, 53-ში რამდენი წლის ვიქნები? 58-ს. 58-ის ვიქნები 53-ში? კი. 58. ოკეი, ძალიან იმედია ცოტა მეტი ტატუები მექნება მაგ პერიოდში. აუ, როგორ მომწონს იცი? მეც. ეს იყო სატურნის დაბრუნების ამბავი, როგორ გრძნობ თავს? რას ფიქრობ საერთოდ ამ ამბავზე? რას ფიქრობ და weirdly უცნაურია, მაგრამ რაღაცა ეგეც ველოდებოდი. იმდენად, უყურე, ბოლო რაღაცა პერიოდი მით უმეტეს იმდენად ძალიან ჰარმონიულად ვარ ჩემთავთან და ძალიან ყველაფერს თავის სახელი დაერქვა და თავის ადგილზე დაჯდა და მიენიჭა რაღაცებს თავის ადგილ რომლებსაც არ ქონდათ ადგილი ზოგადად ჩემ ცხოვრებაში და ცნობიერში. იმდენად ეს ყველაფერი რაღაცა დამშვიდდა, რომ მივხვდი, რომ რაღაცა ეტაპი მოვრჩი. ანუ შენი აზრით ასტროლოგია რაღაც ვაიმე, კი, კაცო. რეზიკო რო უყურებს ახლა ზუსტად ვიცი რომ გაიგუდება სიცილით, იმიტომ რომ თავისი მოსაზრებები აქვს, მაგრამ აუ, კარგად გისმენს ხოლმე კაცებმა მაგარითინა. ფუ, ასტროლოგია. რა მერწყულზე რა თქვი? რა, ეხლა რას კითხულობ? ერთი ასტროლოგია რაც მინდა რომ თქვა, აი კაკრას მაგამ ბავშვი, იმის მიუხედავად რომ ჩართული საერთოდ აღარ ვარ იმ დონეზე, რა დონეზეც ვიყავი 14-15 წელს რა ვიყავი. და მაგასაც ვიაზრებ რა, რატო იმდანად მინდოდა რომ რაღაცის ნაწილი ყოფილიყავი და რაღაც წამეკითხა და მე თქვა რა უი კი ეს მე ვარ იმდანად არ ვიცნობდი ჩემთავს და არ ვიცოდი როგორ გამეცნო რა ის წაკითხოს თუ მომცემდნენ რა ნახე რეცეპტი ანუ ეს ხარ შენ და ამას მიეკუთვნები იმდანად მაწყნარებდა რომ ანუ სხვაგან სიმშვიდეს და ჩემადგილს ვერ პოულობდა. კი, ზუსტად ეხა შენ მოყევი ჩემი სიტყვები, იმენად ჩემი სიტყვები მოყევი. ზუსტად ეგ იყო, რომ იმდენად ჯერ ერთი ძალიან საშიში იყო ჩემთვის საკუთარი თავის მე თვითონ შეცნობის პროცესი. ეხლა არ არის საშიშია? საშიშია, მაგრამ ეხა სიამოვნებასაც პოულობ მაგაში ხვდები, იმიტომ რომ რაღაცა აზარტივით მაგ თუ არ ვიცი, ანუ ჩართული ვარ ამ თემაში და მაინტერესებს და ხედავ შედეგებს, რომ ანუ კაი შედეგებამდე მივდივარ, როცა ჩემთავს პოულობ და ვსწავლობ რა. ანუ საკუთარი თავის შეცნობის ამბავი ეხა იმდენად აზარტული არის და ანუ ჩათრეული ვყავარ ამას, რომ ეხა იმდენად ანუ შიში ისევ არის. აი ის რაც ძალიან კარგად ვისწავლე თერაპიაში არის ის, რომ შიში არსად არ ქრება. უბრალოდ სწავლობ მაგ შიშთან ერთად ცხოვრებას და ამ შიშს აძლევ თავის სივრცეს, რომ იქ ეშინოდეს. ეგ გაქვს დამოღამებული, რომ რაღაცის რო გეშინია ხმამაღლა რო იძახილე სიტყვაზე მე ფრენის მეშინია. ამიტომ რაღაცნაირად ცოტა საკმაოდ ძალას კარგავს თითქოს ეს შიში. კი. რაღაცები ეგრე არის, რაღაცები პირიქით არის. ფრენის მეშინია ეს არის ძალიან გააზრებული შიში, ანუ ვიცი რომ მეშინია, ვიცი რატომ მეშინია, გვირაბების მეშინია, ვიცი რატომ მეშინია და ასე შემდეგ, მაგრამ არის რაღაცები, მაგალითად, აი წარუმატებლობის შიში, ანუ მენტალ მომენტში ვიძახი რა. ეგ შიშები, რამდენჯერაც არ უნდა ვთქვა ხმამაღლა, კიდე უფრო მეტად მეშინია. ამიტომ ეგ არის მომენტები პირიქით, რომელსაც ვაჩუმებ და არ ვიძახი. და ეხლა ვსწავლობ, რომ არ უნდა იყოს მასე. მაგაზე რას ფიქრობ, იცი? იმიტომ რომ მეც იგივე გამოცდილება მაქვს. ანუ რაღაც დიაპაზონამდე მიდის რა. რაც უფრო ხშირად იტყვი ხმამაღლა, რაღაც პერიოდი გაიზრდება, მერე ჩერდება და პირიქით ძალას კარგავს. შეიძლება. და რაც უფრო დამალული გაქვს, ის თავისთვის იკვებება გიჟივით სუქდება და ბოლოს გახრჩობს და მერე უცბად ვიღაცას anxiety attack-ები ეწყობა დღეში 7 ჯერ. ერთი კითხვა მაქვს. მინდა გაიხსენო შენი თინეიჯერი თავი. ასე კი შენ გადაწყვიტა. ოკეი, 16. ოკეი. ახლა რა გიყურებ და შენი 16 წლის თავი მითხარი რაღაცები, რაზეც ძალიან გაიქრინჯებოდა ან საშუალოდ, მოკლედ გაიქრინჯებოდა და რაღაცები რითიც ძალიან მაგრა იამაყებდა. თუნდაც ტოქსიკური იყო სექსი ამაყარა, ესე გაგვიზიარა. კაი, ერთი ახლა რაც გამახსენდა,
ეს არის ჩემი დღევანდელი სათვალეების მიმართ დამოუკიდებულება და მაშინდელი სათვალეების მიმართ დამოუკიდებულება, იმიტომ რომ ლამის მთელი ცხოვრება ვერ ვხედავ და მაშინ ზუსტად აი და 16-ს არ 12-ის ვიყავი პირველად რომ გავიკეთე 11-12 არ მახსოვს ზუსტად რაღაც მაგ პერიოდში რა გავიკეთე პირველად სათვალე მაშინ აღმოჩინე რომ უი თურმე როგორ ხედავს ხალხი რა მაგარია ბლარი არ არის ყველგან თუ რაღაცა და გავიკეთე სათვალე ცოტა მცხენა და ცოტა მერიდებოდა ცოტა რაღაცა ტენდენციები იყო მაშინ ისეთი რომ აჭკარი კი თუ რაღაცა და მეთქი აი კამონ ვერ ვხედავ ანუ ჩემ ბრალი არ არის ტოქსიკური ტიპები იყვნენ შენს თინეიჯერობაში ეხლა რომ ახსენდება თუნდაც შენი კლასი მაგრა უბრალოდ ეხა ეგრე რო გაიჩითოს პროსტა აი ეგეთი ბულინგი და ეგეთი ტოქსიციზმი რო გაიჩითოს ეგრევე დაკენსელდები და პაკა დაამთავრე რა და 16 წლის რო ვიყავი ვთვლიდი რომ არ მიხდებოდა არც ერთი სათვალე, იმიტომ რომ ყველა სათვალე მამახინჯებდა ტერე რაღაცეები. ეხა ჩემი 16 წლის თავი დაიქრინჯებოდა იმაზე, რომ ეხა ერთი მთლიანი უჯრა სათვალეებით მაქსავსე და ყოველ ახალ ეპიზოდში ახალი სათვალით გენახებით. არ ყოფილა ვიღაც ტიპი კაკას მაგ 16-17 წლის ასაკში რა შენთვის სათვალები მოხდა და ეთქვა რა ისეთი ლამაზი თვალები გაქვს რომ არ უნდა დაფარა თუ რაღაც. ეგეთი კრინჯი არა ეგეთი რა ან შეიძლება ყოფილა და ამოშლილი მაქვს საერთოდ ეს ლამაზი სახე არ უნდა ანუ შედედანატირება ვერ ხედა ანუ გამჭირვალა ის არის ხო რავია რავი ეს არის რაც მგონია მაგალითად რომ ჩემი 16 წლის თავი პატარეთი გაიქრინჯებოდა ალბათ რომ რა ამბავი სათვალე რატო გიამაყება რომ სათვალე გიკეთია თუ რაღაცა შენი თავი რატო მოგწონს იდიოტო არ გეტყვა ხო აი რაღაცა ეგეთი რა რომ აი რატო ხარ კმაყოფილი იმით რაც არის რატო არ გინდა რომ გავდე ანჯელინა ჯოლის ჩემი მაშინდელი თავი ეხა გაიქრინჯებოდა იმაზე რომ მე დღეს ჩემი თავით ძალიან ანუ კმაყოფილი აღარ ვქოი შენი მაგდროინდელი თავის მგონია იმიტომ რომ ვიცნობ ერთი წამე ზუსტად მაგ დროს ხო ვიცნობ ანუ იმას რომ გაიგო რომ შენ ანჯელინა ჯოლობა გინდა რომ იყო ან მაგაზე მაგრა დაგტუქსავდა შეიძლება იმდენად არ უნდოდა რომ ასის ტიპი ყოფილიყო ხო აი ეგ მართლა თემა იყო რომ ეგ დღემდე თემა არის ჩემთვის არ ვიცი მაქედან ზოგადად შესაძლებელია თუ არა ამოზრდა და მე ვაფშეტა რო არ მოგატყუო უკვე რაღაც პერსონალიტის ნაწილად მიმაჩნია ეგ დღემდე მაქვს რაღაცა ის მომენტები რომ აი ეს რაღაცა ტრენდული მაგალითად მეინსტრიმი ხო basic bitch-ი არ მინდა რომ ვიყო ხო მაგრამ არ არის პრობლემა შენ ვინც გინდა ის უნდა იყო და ვინც გეტყვის რომ სიტყვაზე არ უნდა იყო იმას ვუჩივოთ რომ შენ ვინც გინდა იყო იქამდე სანამ ვიღაცას არ ეტყვა შენ ვიღაც ნუ ხარ რა ანუ basic bitch თუ ხედავ არ უნდა მიადგერო ნუ ხარ basic bitch 100 წელი ანუ basic bitch რო ხედავ იყოს მაგისი არჩევანია whatever შენ აირჩე რომ არ იყოს ხო და ძალიან მაგრა გაუსწორდებოდა ალბათ ეჭვი მაქვს ჩემ 16 წლის თავს რომ ანუ გაჯაჯვა სხვების დარჩა just hobby. მანამდე რა იყო? მართლა მაინდა არის. მანამდე მართლა ვჯაჯავდი. ანუ ხა ვერთობი რა, მართლა ვერთობი ხა 100 წელი არ მაინტერესებს და 100 წელი არ ჩავერევი არავის ცხოვრებაში და სერიოზულ ისტერიკას არავის რაღაცის გამო არ დავდგავ ხვდები? პირადად არ შევეხები არავის 100 წელი. და ხა მე და ჩემი დაქალი ჩვენ გამოგონილ სტუდიაში რო ვსხედვართ არ არის გამოგონილი ნამდვილია ხო არსებული სტუდია კაი ხო კაი დელუჟინალ ვარ ახლა რისთვის მოვდივარ 13 კილომეტრს გავდივარ კაი მე და ჩემი დაქალი ხა აქ ჩვენ ნაკებნადიდებ სტუდიაში რო ვსხედვართ და თუნდაც სახელების დასახელების გარეშე ესე ველაპარაკების და ჯაჯავთ ვიღაცებს ეგ არის აი როგორი გართობის მომენტია ჩემთვის შენ გაჯაჯვა კაი ხანია როგორც ჩანს არ მოგისმენი ანუ ვიცი რომ შენ შეგილია და ვაკეთებ ხოლმე ერთად ანუ მართლა ვიცი რა ანუ სპეცია მაგრამ ანუ იმდენად არ ვშვებით რამდენადაც სიტყვის დეფინიციას არ ვამძაფრებ მე ისე როგორც რეალური გაჯაჯვა შეიძლება იყოს ალბათ რა გაჯაჯვაზე კომენტარი რო დაგვიწერეს TikTok-ზე ნახე ხო მე ხო ჩაგიგდა TikTok-ი გვიცავს ხალხო
ნეგატიური კომენტარებისგან, ანუ ჩვენ რატომღაც ვერ ვხედავთ ვინმე თუ ნეგატიურ კომენტარს გვიწერს ქართულად ოღონდ პოდკასტის აკაუნთიდან ვერ ვხედავთ. on setting-ები ჩემომეწო ყველაფერი, ანუ არაფერი საერთოდ არაფერი. ჩემი ქმარი მიგდეს რომ პირველი ჰეითერი გყავთ რა, ანუ მე მგონი კაცია რომელიც ვიწუნებდა ლექსიკას და გაჯაჯვა ქონდა ზუსტად აჯაჯინგებსო შენი ბატონო თამას თქვენ არ გაჯაჯინგებთ თუ უკეთესი სიტყვა იცით რომელიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ და ქართული ლექსიკონიდან იქნება ამოღებული გაგვიზიარეთ კომენტარებში და აუცილებლად გამოვიყენებთ იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენი გაჯაჯვა რომ სიტყვა გაჯაჯვას ვიყენებთ არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვსწავლობ და გვასწავლეთ ღიაობა გვაქვს რომ ვისწავლოთ. ვითხარით სიტყვა გამოვიყენებთ, იზე. მარტივად. ანუ ერთ წუთი იმასაც დავამატებ, რომ აქ სიტყვის პირდაპირ თარგმანი ძალიან კარგად ვიცით ქართულად, მაგრამ უბრალოდ არ აღწერს იმ ემოციას ჩემი აზრით. არ არის. აი ეს რაღაცა ახალგაზრდული გაჯაჯვის თემატიკა. სხვა მომენტია და განსჯა პირდაპირ Doomsday-სთან მივდივარ. ანუ ეგრევე და ბარაბა შემოდის და მთელი ამბები და დამანებს სხვა load-ს ატარებს, რა ქვია, სხვა ძალას ატარებს და ჯაჯინგი სხვა ძალას ატარებს ჩემთვის რა. 16 წლის ნინის აზრები მაინტერესებს. ნუ კაი, შენ არიჩია ასაკი whatever. ანუ ხო რა იყოს 16 წლის, პრესტა რაღაცნაირად ცოტა 16 წლის თეთიასი ჩემეშინდა. ახლა რა ვუყურებ 16 წლის ნინისაც მეშინია, რომ რამე ორივეს მაგრა გავტყიპავდი რომ არ მოგატყუო. მაგრამ anyway, ძალიან პრიმიტიულით მინდა დავიწყო. სანამ ფოტოს ნახავდა რომ გაიგო რომ ქერად შევიღებე თმა ბაზარი არა აი 16 წლის ნინი იგებს რომ რავი 26 წლის ნინი ქერად შეიღება თმა არ ვიცი აი მართლა ჩემი აზრით წინასწარ მოიპუტავდა ყველა თმას რომ შენ 26 წლის ასაკში ვეღარ შეგეღებ ლაზერს გაიკეთებდა თავზე და ტატუზე მოდა და მე კიდე ლაზერს რომ არ ამასულიყო იმიტომ რომ 16 წლის რო ვიყავ პირველად შევიღებე წითლად თმა ნუ ძალიან ემორებელა ბავშვი ვიყავ. ერთი წამი. Total Spice გახსოვს? მახსოვს? ჩემი საყვარელი მულტფილმი. შენ რომელი იყავი? მე ჯერი ვიყავი. რა სკოლაში სამეგრობოში ვიყავი, 4 გოგო რა. მიკროფონი გამომირდე. 4 გოგო ვიყავით და ალბათ მივხვდები რომ მამ 4 გოგოდან მარტო მე და მარიამი მეგობრობთ ახლა იმათ დანაწილებული ქონდათ სამი რაღაცა ალექსი და მესამეს არ მახსოვს რა ერქვა კლოვერი ხო და მე ვიყავი ჯერი ანუ პაბრიშომ ჯერი ყველაზე თესლი ტიპი იყო მანდ ანუ მაგრამ კაცი ხავი Total Spice და რომელი ხარ და ჯერი ანუ მე მგონი ყველაფერი ნათქვამია anyway ჩემი თავი დამქრინჯავდა იმაზე რომ ქერა ვარ იამაყებდა იმით რომ ბოლო ერთ წელში 20 კილო დავიკელი და ეგ არის ძალიან ტოქსიკური ამბავი ანუ ტოქსიკური ამბავია რომ აი ხლა რომ სიტუაციაში ვარ და როგორც ვარ აი პირველი მახსენდება რომ იმაგით იამაყებდა და სახეს ვაფშე რა ტოქსიკურია ანუ პოლონეთში ვარ გლობალურ კომპანიაში მუშაობ კამარი მყავს ძაღლი მყავს რომელზეც ვარ ვერც კი ვიოცნებებდი ოდესმე რომ ცუგო მეყოლებოდა არა თუ ბავშვი მართლა მეგონა რომ არასდროს დამიდგებოდა დღე რომ ცუგო მეყოლებოდა და პირველი მახსენდება მაინც ის რომ წონაში დაკლავა. იმიტომ რომ შენთვის ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ძალიან. მე სიგიჟია. ვაფშე არ არის სიგიჟე. ჯანსაღი არ არის. ერთი წუთი, ნუ ჯაჯავ შენ თავს. ჩემთვის 16 წლის. რა, მოდი სხვები გავჯაჯოთ. ხო და აი ჯერი რო ვიყავი, სათხართ ერთი წამი, არა, კარგად ხართ, სადაც ხართ ვიცი? გსტალგავთ. ხო, ნუ არა, ხო ყველა მეგობრად მყავს, ვაფოლოვებთ ერთმანეთს, კომუნიკაცია არ მაქვს და ანუ ყველაფერს აგვისაც ვუსურვებ, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ეხლა რო ვიაზრებ და ეს არ ამოიჭრება, რომ მე ჯერი ვიყავი Total Spice-დან, საერთოდ არ ვნანობ არც ერთ დაკარგულ ურთიერთობას. იმიტომ რომ იქ შეიძლება და რამის მოხერხება, ბოლო-ბოლო გქონდა დიდი imagination-ი და რაღაც ვიღაცას მოვიფიქრებდით. Anyway, კონიეც კროპკა, როგორც პოლონელები იტყვნენ. так. ვიამაყებდი იმითაც, რომ MSI-ში მუშაობ ეხლა სიტყვაზე და რაღაც, მაგრამ თან გამჯაჯავდა რომ იმეტი რატო ვერა თუ რაღაც მარკეტერის სტატია სად არის თუ რაღაც.
დაიქრინჯებოდა იმაზე, რომ ქმარი მყავს, დაიქრინჯებოდა იმაზე, რომ ყველაფერს ამობ, რაც მეც მასე იყო, მაგრამ არ მახსენდება მე ეგეთები. ხო, მაგრამ კარგია თქვი, რომ შენთანაც ეგრე არის და პირიქით ერთმანეთთან ბონდინგი გაიზრდება. ის რომ ზოგჯერ ტორტებს ვაცხობოთ სკვერცხიანს მაგაზე გამოშტერდებოდა. ზოგადად საჭმელების კეთება რო ძალიან მიყვარს და სამზარეულო რო ძალიან კომფორტული ტერიტორია ჩემთვის და მოლში საყიდლებზე რომ მივიდიო ტანსაცმელებზე მეტად დაჩავენ რომ მინდა ვიყიდო და იაპონური დანები რომ მინდა ვიყიდო და ასეთი ძვირე არ ვიცი და გვესპონსორეთ არ ვიცი რატო ძალიან ძვირია დუკა რაღაც ის რო თქვი რომ ქმარიო ანუ დამემოწმებით ვინც კი მაგ პერიოდიდან მიცნობთ რამე ერთ მიჭირავს ეს დამემოწმებით ვინც კი მაგ პერიოდიდან მიცნობთ რომ რა ქმარი ანუ ყველაზე wild და free spirit თუ ყველა გამოცდილება რომ გინდა რომ მიიღო რომელიც საერთოდ შეიძლება რომ მიიღო ანუ 10%-იც არ მაქვს მიღებული და მაგრამ ერთი კიდე რითიც უეჭველი იამაყებდა და ზუსტად ვიცი რომ იამაყებდა იმიტომ რომ 16 წელი იყო ზუსტად ის პერიოდი როდესაც მომიწია გადაწყვეტილების მიღება რომ პროფესია ამერჩია როგორც ფინანსური სიმყარისთვის თუ როგორც ჩემი თავის საკვებად და ეხლა რომ ჩემთვის მაქვს არჩეული ჩემი პროფესიები მაგით დარწმუნებული ვარ მაგრა გავუსწორდებოდა შენი თინეიჯერთავი არ ვიცი მაგრამ მე ვამაყობ შენით მაგით მართლა ყველა მეგობრებო, აი ზრდასრულობის თემატიკაში ყველაზე მეტად პატივცემზე არ არის. მისწორდება ცოტა მშურ სტაჟს უკრავ იმ ადამიანებს, რომლებიც უსრულებენ თავისი 5-6-16 წლის თავს ოცნებებს, მიდიან უდიდეს რისკზე, მაგრამ სამაგეროდ ყვებავენ სულს. დღეს მივხვდი და დავწმუნდი, რომ მართლა გავსდასრულდი. რა მოხდა? მეტროში ვიღაცა ბავშვები ნერვებს მიშლიდნენ. ნერვებს გიშლინენ თუ აი გეშინოდა რა აი რაღაც თუ ისე იქცეოდნენ რომ მეც ვიქცეოდი მასე პატარა რო ვიყავი 16-ის რო ვიყავი მაგალითად და 12-ის და 13-ის და ვიღაცა ქალები რომ მიყურებდნენ ხოლმე რომ აი რანაირად იქცევა დღეს მე ვიყავი იქანი რომ აი მეთქი ღმერთო მალე ჩავიდე ზოგადად ანუ ძალიან ხმაურობ. ეხლა ერთი მომენტი არის ვარშავის მეტროში არის უკუნეთი სიჩუმე. ამ სიჩუმეში და ამ უკუნეთ სიჩუმეში და მე და რიზიკო რომ ჩურჩულებთ ესე რომ აი არ შევაწუხოთ ხალხი. არ დაგაცემინოს ახლა არ დაგაცემინოს. და არ დაგახველოს და ესეთი როზი ხარ და ეს ბავშვები შემოვიდნენ ყირაზე დგებიან. ოღონდ ყირაზე დადგომას მართლა დეფინიცია თუ ქონდა მე მგონი დღეს გავიგე, იმიტომ რომ ლიტერალი თავზე დადგა ეს ბავშვი 12 წლის და ხელები, კაი, სუფთაა. ისევ და ისევ ძალიან სუფთაა მეტრო, მაგრამ ხელები დაადო იატაკზე. და ანუ კარჩი მანდ მივხვდი რომ მეთქი 30-ის ხარ და მოდი embrace-ით რა. ხო და მოკლედ იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ რომ ეს basic bitch-ობაზე ძალიან ისეთი ზემოდან ყურების პროცესი მქონდა რომ მეთქი აი არ მინდა რომ basic bitch-ი ვიყო თუ რაღაცა. ზუსტად მაგიტომ მქონდა მომენტები რომ არა მარტო იმ პერიოდის და იმ ეპოქის მუსიკას ვათვალიერებდი და ვაბრაუზინგებდი რა, რასაც ქვია. არა მარტო მაგას და ვიწყებდი რაღაცა იმ პერიოდში თუ მარტო არ ვიცი Eminem's Britney ახლა Eminem-ი ანუ мама არის ღმერთია მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ არა მარტო Eminem's და Tupac-ს და Biggie-ს და ვიღაცებს უსმენდი და მაგათაც უსმენდი ხოლმე Team Tupac თუ Team Biggie Team Tupac მე Team Biggie Okay, whatever. ბლადები და ხო და მაგის გამო დავიწყე მაგალითად რაღაცა ძველი მუსიკის მოძიება მაგედან აღმოჩნდა რომ ძალიან შეყვარებული ვარ 70-იანების როკზე. მე ძალიან მიყვარს. დღეს ვუსმენდი კაკრას ნიკოს. აი მაგ საკითხში literally basic bitch შეგიძლიათ მიწოდოთ, იმიტომ რომ Beatles-ი, Led Zeppelin-ი ანუ ყველა მაგას ვუსმენ. აი ვაფშე ყველა მაგ პერიოდს რო ახსენებ, მარტო მაგას ვუსმენს ყველა და მეც. რაღაც მეც mainstream რაღაცები მომწონდა იქ კი არა, ანუ Miley Cyrus ვუსმენდი სიტყვაზე გაგიჟებულად. სხვათა შორის Something like that მაგას არ ტიროდი ხოლმე Nick Jonas რომ მიუძღვნა მე ვტიროდი. არა, აი კაკრას აეგ დრამები მეზარებოდა ხოლმე. Miley Cyrus-ის და
ყოველთვის ვუყურებდი ეგეთ პოპ კულტურის ნიუსებს, იმიტომ რომ გამეგო ახალ ალბომს როდის დებდნენ და ეგეთი რაღაც ოსკარი გახსოვს? ოსკარში იცი რა ჩემი სტატია დაიბეჭდა 12 წლის რო ვიყავი? ნინო ანთაძე ეწერა და დავწერა ჯონას ბრაზერსის შეყვარებულებზე რა, ანუ ვის ვიყავდა პარტნიორი და რაღაცები, ანუ ძალიან მინდოდა ამის მოყოლა და რო ახსენე ოსკარი ერთი წამი მახსოვს. ანუ 12 წლის ან 11 წლის ვიყავი რა გამოაცხადეს რომ ტიპებისგან რომ მიიღოთ რაღაც სტატიები შეიძლება და რომ დაებეჭდათ. ოღონ ითხოვდნენ რომ პოსტაჯის იმით გაგზავნილიყო რა იმეილით თუ რავე. პოსტაჯი ქართული ის იყო პროვაიდერი იმეილებს არ ვიცი. არ ვიცი არ მახსოვს რომ არ მოვიტყო. დავწერე სტატია რომელიც თან მოვიძიე და თარგმნე მაშინ ძალიან ვერს მოგზაურობდით და 17 და რაღაცები რა იყო და teenage walk და რაღაცები. მან search ოღონდ ხელით search და იქ რაღაცა Google რაღაცები და შევთხზე სტატია ოღონდ ანუ 50% არარეალური იყო და რაღაცები მოვიგონე და დამიბეჭდეს ერთი კვირის თავზე დამიბეჭდეს. მაგარია. მაშინ დავდედი ხატოზე ზალ სულაკავრის სტუდია რა იყო რა და ის ოსკარი მიჭირავს ასე ხელში და მეთქი აუ აი ჩემი სტატია დაიბეჭდა და ეხლა 7000 ნინო ანთაძე არისო და ჩვენ რა ვიცით რომ შენ ხარო ბავშვებმა. აი რა. ძალიან მეწყინა. მართლა ძალიან მეწყინა. How cruel can they be? ნიჩი რა თვითონ შეშურდათ რა და მესმის. კადენენ გულზე. Reddit-ი ვისაც გსმენიათ და ვისაც არ გსმენიათ, ეს არის სოციალური ქსელის სივრცე, სადაც ძალიან დიდ სიღრმეებში შეიძლება ჩასვლა და თუ ნერვები გეყოფათ, ან უბრალოდ არ გიშინიათ, შეგიძლიათ გამოსცადოთ, ან უბრალოდ არასდროს არ სცადოთ. ანუ ძალიან just სიტყვაზე გვენდოთ. ჭაობია სერიოზული. ჩვენ რადგანაც ვართ ძალიან ალალი ადამიანები, არ გვინდოდა რა რაღაცები მოგვეპარა და Reddit-დან მოვიტანეთ 1-2 სტატუსი, რომელიც გვინდა რა გაგიზიაროთ. Reddit-ი იმიტომ მომწონს პირადად მე რომ ძალიან ბევრი დრამის წამოწყება შეიძლება, იმიტომ რომ so controversial იდეები ზიარდება ხოლმე და არავის არ ეშინია მაგის და ცალკე სექცია აქვთ მაგისთვის. და არის ასეთი მთავარი თემა, რომ რა არის შენი ზრდასრულობასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი აღმოჩენა. და პირველი რაც შეხვდა და ძალიან საინტერესოდ მიჩვენა პირადად მე არის შემდეგი. და ძალიან ბევრი ტავტოლოგია იქნება და არ შეშინდეთ. ყველაზე დიდი აღმოჩენა რაც იყო ის რომ საშუალო კლასის სამსახურის, საშუალო კლასის ხელფასის, საშუალო კლასის სახლის, საშუალო კლასის ადარდებლისა თუ საშუალო კლასის ოჯახის ყოლა არის სავსებით ნორმალური, სავსებით მისაღები და ოკეი. რა ეს მდგომარეობა სულაც არ არის რაღაც დიდი ბოროტება, როგორც ბავშვობაში შეგვაზიზღეს. გავიზარდე მუდმივად იმის ფიქრში, რომ არასდროს ვიქნები მათნაირი ჭყალებში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაფერი თუ არ მაგათზე უკეთესი და მათნაირი რომ ვიყო, ეს არის ძალიან ოკეი. რას ფიქრობ ამაზე? გულწრფელად რო ვთქვა, მე მგონი ვეთანხმები. მეც იმ აზრს ვებრძოდი, რომ ჯერ ერთი პირველ რიგში ძალიან ბევრი გამოცდილება, არასდროს არ ვიქნები desk job-თან 9 თუ 5 რაღაცას და რაღაც მომენტში ერთ დილოს ვახელ თვალებს, კვირა დღეა და ძალიან ტკბილ ცხარე დამოკიდებულება მაქვს კვირა დღესთან თან ძალიან მიყვარს და თან ჩემთვის ძალიან ესეთია რა, სევდიანი და მიხვდები. კი, იმიტომ რომ ხოლო შაბათია, მიხვედრაც არ უნდა. და დილას რო გავიღვიძე, გვერდზე გავიხედე გიორგია. იქ ვიცი რომ ბანკის ანგარიშზე რაღაც თანხა რომელიც ძალიან საშუალოა. იქ ვიცი რომ ღომი იქნება და ლობიო სადილად სიტყვაზე და ეგე ძალიან საშუალოა. თუ გომყავს რომელიც ასევე საშუალოა ზომაში, ოღონდ არ უნდა იყოს, მინი უნდა იყოს, მაგრამ მაინც ეს ხუმრობით, მაგრამ და ამ ყველაფერში ბედნიერი ვარ და პირველი აღმოჩენა რომ ეს ყველაფერი ბედნიერების მომტანია იყო ძალიან შოკის მომგვრალიც, მტკივნაულიც. და რაღაც მომენტში მე რა უკვე მისაღები. იმედის მომენტი ხო იყო რომ აი რატო ვარ ამით კმაყოფილი, ხო იყო ეს მომენტი, მაგრამ ხო ხარ კმაყოფილი, ხო კარგად ხარ, ანუ ძალიან მაგარია და ანუ მაგიტო ვეთანხმები. და რა მნიშვნელობა აქვს ვიღაცა აბაშიძის 55 ნომერში იტყვის თუ არა ჩემს თორის რა ნახავს, რა ის რა საშუალო average ცხოვრებით ცხოვრობს, ანუ პაბლშა არ მკიდია? კი. მეც ვკიდია. ანუ მართლა ძალიან კაია ეს.
ძალიან კომფორტული პოზა არის ხალხო ისწავლეთ და კომფორტში ყოფნა საერთოდ არ არის ცუდი რა. კომფორტს უნდა გავუცდეთ, როდესაც გვინდა რომ განვითარდეთ როგორც პერსონა და სული განვავითაროთ, მაგრამ თუ ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ ჩემი პერსონით და სულით, რატო არ უნდა ვიყო? უყურე, ეს არის ჩემთვისაც და შენთვისაც ახალი კომფორტი. ვაფშე და ვაფშე აი კომფორტის ზონაში რომ კომფორტულად ვართ, მაგის მიღწევას იმდენში რომ დაჭერდა ჩემთვის. ძალიან რაზეა საუბარი? ერთი წამე 75 თუ რაღაც გამომწერი ყავს, ახლა თუ რაღაც უხეშად არ ვამბობ. კი, 75 იყო ბოლოს რო ვნახე, კი. ხო და ანუ ვფიქრობდით რომ 100 გამომწერზე რამე გვექნა 200-ზე თუ რაღაც და გადავწყვიტეთ რომ 111, იმიტომ რომ არის angelic number-ი და რაღაცა thinking-ი მოდის და სწორი მიმართულებით წასვლის თემატიკა მოდის და მთელი ამბები. ნინიმ შესთავაზა თათიას ასეთი რაღაც, რომ ამდენი წელი ვშლიდი ტაროს. 111 გამომწერს რომ მივიდოდით, ტაროს გავუშლიდი ჩვენს პოდკასტს. სამამალო ამბებში. მოკლედ ავიდეთ 111 გამომწერამდე. 111-ზე აგვიყვანეთ რომ ტარო გავშალოთ. კი. ამოანათე ნინი, subscribe. Instagram-ი და TikTok-ი აქ აღწერაში და ხალხო გამოგვიწერეთ. გამოგვიწერეთ. Bye.